მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს და ოფიციალურად პირველ მარჩევი და ძალაში არ მოქმედებს მიზეზის შესაბამისი კანონქვემდებარი აქტების არარსებობაა, რაზეც უწყებები პარალელურად მუშაობენ. ორი კანონქვემდებარი აქტი მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის და ასევე ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების დადგენილების საკანონმდებლო მაცნეზე 21 მაისს გამოქვეყნდა, რომელიც დიდი ნაწილი ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შევა. უფრო ვრცლად დეტალებზე საუბარს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარესთან თავის მესხიშვილთან ერთად ვაგრძელებთ, რომელიც სტუდიის სტუმარია. დილომშვიდობის ბატონ დავით, მადლობა სტუმრობისთვის. გუშინ გამოქვეყნდა ტარიფებიც, განისაზღვრა 3 კატეგორია, რაც ვიცოდით და კონკრეტული ტარიფებიც ვნახეთ 1000-დან 10000 ლარამდე. რამდენად სწორია პირველ რიგში ის, რაზეც მუშაობა მიდის და რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს დარეგულირდება და მოწესრიგდება თუ არა საქართველოში ამ კანონის შესაბამისად ვითარება. პირველ რიგში რომ თქვათ მაინც რა პრობლემა გვაქვს, ხო დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა რომ ეგრეთ წოდებული მაინც ბოდის ვითხოვ საზოგადოებასთან იმიტომ ჟარგონებით გვიწევს თქმა, ეგრეთ წოდებული ხიშნიკი მძღოლები გადიან უკანონო ავტოსადგურიდან ჩაჭედებული ტაბურეტკებიანი ავტოტრანსპორტით. აი ეს არის დღევანდელი რეალობა და სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანია ნამდვილად ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ და ეს პირველი შემთხვევა, როდესაც დაიძრა, ასე რომ ვთქვათ, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული თარიღებით და ასე შემდეგ. ამიტომ შეუძლებელია რომ ამ ასე ვთქვათ ინიციატივის მიმართ ხარდაჭერა არ გქონდეს, იმიტომ რომ ამაზე ჩვენ მართლაც რომ წლებია ვსაუბრობთ, სწორად გახსოვთ და დღეს ასე ვთქვათ პირველი შემთხვევა გვაქვს, რომ ეს წინ მიდის. პრობლემა არის სერიოზული, პრობლემა არის უკანონო ავტოსადგურების სიმრავლეში, პრობლემა არის იმაში, რომ არ ვიცით მძღოლების კვალიფიკაცია, ავტოტრანსპორტის გამომართავობა, ტექინსპექტირებაზეც პრაქტიკულად ნაწილი მიდის, ხოლოდ და ყველა არ მიდის, ავტოსადგურები არ ითხოვენ ამავე დროს ტექნიკურ გამართულებას და ასე უამრავი პრობლემა არის. ეს სისტემა მგზავრების გადაყვანა დღეს საქართველოში არის მოშლილი და არის სახიფათო ჩვენი მგზავრებისთვის, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივას ხარს უჭერთ და ჩართულები ვართ სამუშაო პროცესში. როდის შეიძლება რომ ეს ყველაფერი რეალობაში ამოქმედებული იყოს და შეიცვალოს ის პირობები, რაც დღეს გვაქვს? ხო, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურებმა გაითვალისწინეს, ასე ვთქვათ, ბიზნესის მხარეც, იმიტომ რომ გარკვეულწილად საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ საჭირო იქნება მოწესრიგება ავტოსადგურების მოწესრიგებაც, ავტოტრანსპორტის მოწესრიგებაც, გამართვა ისე როგორც ეს ამას საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, უსაფრთხოების, აქ არ არის საუბარი კომფორტზე, ხო, აი მე ხშირად როცა უსმენ ხა ბოლო პერიოდში მომრავლდა პოლიტიკოსების განცხადებები, აი რეგულაციებზე და დერეგულირებას და ასე შემდეგ. ჩვენ როდესაც ევროპაში ხვდებით, სხვადასხვა ქალაქში, ხო, გზავრობთ, რატომ მოგწონს, ხო, იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იმიტომ მოგწონს, რომ დერეგულირებულია? თუ იმიტომ მოგწონს, რომ პირიქით კაცრად რეგულირდება და რეგულირდება იმიტომ, რომ ეს უკავშირდება მგზავრის სიცოცხლეს, ხო, ეს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენ დღეს საუბრობთ უსაფრთხოებაზე პირველ რიგში და არა კომფორტზე, თუმცა როდესაც მგზავრი იხდის შესაბამის საფასურს, მან უნდა მიიღოს შესაბამისი კომფორტიც მგზავრობისას, მაგრამ უსაფრთხოება არის ახლა თავარი, დღეს ეს სისტემა უსაფრთხოების არის მოშლილი და უნდა გამოსწორდეს ნამდვილად. იმისთვის რომ უსაფრთხოდ და კომფორტულიც იყოს ეს მიღებული კანონქვემდებარი აქტები, რაზეც მუშაობენ, რა უნდა იყოს დამატებით, რომ რეალობაშიც იმუშაოს ამ კანონმა და არ დაგვრჩოს უბრალოდ კანონი მიღებული, რომლის აღსრულება შეიძლება არ ხდებოდეს. ხო, პირველ რიგში ის, რომ საერთოდ არ ვიცით ავტოტრანსპორტის რაოდენობა, რამდენს გადაყავს მგზავრი, არ ვიცით ავტოსადგურების რაოდენობა, არ ვიცით რამდენი გვჭირდება რეალობაში. ხო, ეს ალბათ გამოჩნდება, როდესაც რეგისტრაცია დაიწყება, ანუ ეგრეთ წოდებული რეესტრი, როცა დარეგისტრირდებიან, მაშინ გამოჩნდება ალბათ რამდენია სინამდვილეში ავტოსადგური რამდენია, თვითორგანიზებული თუ რეგისტრირებული, გამოჩნდება ასევე სატრანსპორტო საშუალებები, გამოჩნდება მათი ტექნიკური მდგომარეობაც და აქ კიდე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტექინსპექტირება ამ ავტოტრანსპორტისთვის, რომლებსაც მგზავრები გადაყავთ და ბოლო პერიოდში ასევე მოვისმინე, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსი ამბობდა, რომ ტექინსპექტირება უნდა გაუქმდეს. ეს არის დაუშვებელი, სამწუხაროა უბრალოდ ასეთი განცხადების მოსმენა, იმიტომ რომ ვიღაც პოლიტიკოსი რო ცდილობს, რომ ხმები მოაგროვოს ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე, არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. მინდა უბრალოდ თხოვო, რომ პირიქით ჩვენ საზოგადოება დღეს ითხოვს უსაფრთხოებას და არა უსაფრთხოების სტანდარტების გაუქმებას. შესაბამისად, ტექინსპექტირება არის ერთ-ერთი მთავარი პროცესი, ჩვენ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ტრანსპორტი არის
უსაფრთხო, ამიტომ ამ რეფორმის ნაწილშიც ტრანსპორტის გამართულობა იქნება მთავარი. ჩვენ არაერთი ტრაგედია ვიცით, აი გაგახსენებთ უბრალოდ შატილის ტრაგედიის, ექსკურსიების სახელით ცნობილი ტრაგედიები, ხო, აი გომბორის, შატილის, ყველა ეს ტრანსპორტი არის ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ან ავტოსადგურზე იყო და იქიდან არის დაქირავებული და რა მივიღეთ, ხო? აბსოლუტური უმრავლესობა ამ ტრანსპორტის იყო ტექნიკურად გაუმართავი, მათ ტექინსპექტირებაც კი არ ქონდათ გავლილი. შესაბამისად, პრობლემა ჩანს, ხო, რომ ტექინსპექტირებაც რეალურად უნდა ჩაუტარდეს ამ ავტოტრანსპორტს და პირველ რიგში უნდა იყოს ტექნიკური გამართულობა უზრუნველყოფილი. უსაფრთხოება იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის. სოფლებს შორის გადასაადგილებელი ტრანსპორტის მიმართულებით არის ასევე ძალიან მძიმე ერთია საქალაქთა შორისო და მეორე რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლობენ გამართულობის თვალსაზრისით. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა რაოდენობა ინსპექტირებული საქალაქთა შორისო ტრანსპორტზე როდესაც საუბრობთ? ჩვენ რამდენიმე წლის წინ როცა ჩავატარეთ კვლევა, მიმართვიანება იყო დაბალი ტექინსპექტირების ცენტრებში, კონკრეტულად საქალაქთა შორისო გულისხმობ ამ შემთხვევაში საზოგადოება მიხვდეს ხო M2 M3-ია, მაგრამ გულისხმობ მარშრუტკებს, ეგრეთ წოდებულს, სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს. მიმართვა იყო დაახლოებით 30%, წინა წლებში ახლა შესაძლოა გაზრდილია, თუმცა ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ არათუ გადაკეთებულია ხშირად ეს ავტოტრანსპორტი სატვირთოდან სამგზავრამდე. არ ნიშნავს, რომ გადაკეთება შეიძლება არ შეიძლებოდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტების მიხედვით იყოს, მაგრამ ხედავთ, რომ ტექინსპექტირებაზე მოდიან მაგალითად და შემდეგ როცა ბრუნდებიან ტექინსპექტირებიდან, ისევ აჭედებენ ეგრეთ წოდებულ ტაბურეტკებს, ავარიული გასასვლელი ჩაკეტილია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს არის პრობლემა. ანუ კანონის ტექინსპექტირება შეიძლება გაიაროს თუ მოვიდა, მაგრამ შემდეგ უკვე ავტოსადგურებშია მათი კონტროლი საჭირო. ეს ყველაფერი ხომ არ გამოიწვევს ფასების ზრდას მომხმარებლისთვის, თუ კი შეიძლება ტრანსპორტის განახლება დადგეს დღის წესრიგში, ავტოსადგურებსაც მოუწევთ რიგი თანხების დამატება და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტებით, რაც არის გათვალისწინებული, რა შეიძლება ელოდოს მომხმარებელს. ხო, ძალიან რთულია ჩემთვის ამის გათვლა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასე ვთქვათ, ფინანსური რეგულაციები, ასე არის გეგმება და უშუალოდ მგზავრობის ღირებულებების დადგენა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მე ამის შესახებ არაფერი მსმენია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შესაძლოა არ არის გამორიცხული გარკვეული ზრდა მოყვეს, არ ვარ დარწმუნებული ამაში, ოღონდ მართლა გულწრფელად, იმიტომ რომ მთავარია, ასე ვთქვათ, ავტოტრანსპორტი იყოს გამართული და სადგური იყოს გამართული შესაბამისად. ეს ყველაფერი 25 წლის 1 ივლისია რიგ კანონქვემდებარე აქტებში, აი ეს დრო დასჭირდებათ, რომ შეიმუშაოთ ყველაფერი გაიწეროს თუ ეს მიმდინარე წელი ძირითადად მაინც იქნება სტანდარტების გაწერის, ასევე კომუნიკაციის, მათ შორის ჩვენი ასოციაცია აქტიურად არის ჩართული და კონსულტაციას გაუწევთ ჩვენს ავტოსადგურებს, იმიტომ რომ მათ ადვილად შეძლონ, ასე ვთქვათ, სტანდარტების დანერგვა და სამწუხარო აქ ის არის, რომ შესაძლოა იყოს ეს თვითონაც ესე ყოფილიყო, აი ხო ამბობენ, რომ მოდით არ გვინდა რეგულაციები და ესე იყოს. მაშინ შესაძლოა იყო ისედაც ეს ასე ვთქვათ დერეგულაციის პირობებშიც ყოფილიყო, ხო, გამართული, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ მივიღეთ უკანონო ავტოსადგურები, გადაკეთებული ტრანსპორტი, საფრთხის შემცველი მგზავრობა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ, უნდა მოვაწესრიგოთ, ისე როგორც ეს ევროპულ ქვეყნებს შეშვენებს. მადლობა, წარმატებები. დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.